სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მაგთი კლუბში აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან ტრადიციული საზეიმო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მასში სტუდენტებთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლებიც მონაწილეობენ. საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან 10 წარჩინებული დევნილი ახალგაზრდა შეირჩა. მათ შორის იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ღონისძიებაზე წარმატებულ ახალგაზრდებს უმაღლესი საბჭოს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. შეხვედრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზოვამ გახსნა, რომელმაც ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა და ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საქმეში მათ როლზე ისაუბრა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე და სხვები. ჩვენ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავთ აფხაზეთიდან სტუდენტებთან ერთად, რომლებიც სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებებში. გვინდა მათთან ერთად გავაკეთოთ ის საქმე, რაც ჭირდება ერს, ქვეყანას და როგორც იტყვიან, შეთანხმებულად უფროსი თაობა და ახალგაზრდა თაობა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია საერთოდ მომავალი, მინდა გადავდგათ წინ ნაბიჯში. გვინდა დავანახოთ მათ, რომ სამშობლოს სიყვარული ეს არის უდიდესი მოვალეობა და დიდი პატივი ყველა ადამიანისათვის. სპონსორები გვეხმარებიან, კერძოდ უდიდესი მადლობა მინდა უთხრა მაგთის ბატონ გია ჯოხტაბერიძეს, რომელმაც აი ესე უსასყიდლო ჩვენ უკვე რამოდენიმე წელიწადია გვაძლევს ამ დარბაზს. და იმ ორგანიზაციებს აქ არის TBC ბანკი, VTB ბანკი იყო, საქართველოს ბანკი, სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც მხარში გვიდგანან და ჩვენთან ერთად გვინდა რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა ამ პატარა დღესასწაულში. უმაღლესი საბჭო უკვე ტრადიციულად მე რამდენიც ხდება სტუდენტებს ამ დღესთან დაკავშირებით და ზოგადად ახალგაზრდობასთან შეხვედრა ყოველთვის სასარგებლოა. ჩვენი ახალგაზრდობა განსაკუთრებული მუხტის მატარებელია. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ სოხუმის უნივერსიტეტი ახალი შემართებით ხდება სასწავლო წელს და დღეს განსაკუთრებული არის ისიც, რომ ჩვენს უნივერსიტეტს სათავეში ჩაუდგა შესანიშნავი ადამიანი, პიროვნება, რომელიც ქმნიდება ძალიან ბევრ სიახლეებს. მე მინდა ყველა სტუდენტს მიულოცო სტუდენტის საერთაშორისო დღე, სულ რომ მათ წარმატებები. მინდა მოულოცო სტუდენტთა საერთაშორისო დღე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ თითოეულ სტუდენტს. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მინდა მიულოცო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ახალგაზრდობას. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხვალინდელი დღე არის ქვეყნის საზრუნავი, ზოგადად ქვეყნის და პირველ რიგში ყველა უმაღლესი სასწავლებლის. მას სჭირდება მხარდაჭერა, სჭირდება თანადგომა, ძალიან დიდი ტრადიციები აქვს. დედა უნივერსიტეტს, ტექნიკურ უნივერსიტეტს და სხვა უმაღლეს სასწავლებლებს ჩვენ გვინდა მათი გამოცდილება, დადებითი გამოცდილება, მათი თანადგომა არის აუცილებელი. იმისთვის რომ უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი იქცეს არა მხოლოდ ქართულ სივრცეში, არამედ ზოგადად ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მან თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. მე მჯერა რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიაღწევს დასახულ მიზანს. დაფასება არის ჩვენი სტუდენტების ეს და უფრო мотиваცია არის უკეთესად ვისწავლოთ და წარმატებას მივაღწიოთ რა თქმა უნდა და ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრების გარეთაც გავიტანოთ. და პირველ რიგში დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, ჩვენ ახალგაზრდებმა უნდა შევძლოთ ეს ყველაფერი. ჩვენი მოვალეობა არის ეს, რომ დავბრუნდეთ იქ. სასამონო საღამოშა გვექნეს, თაუღმის მადლობა ამისთვის. მთავარი კი ის, რომ მსგავსი ტიპის შემოქმედებით საღამოები ნამდვილად კარგად დაისახება თითოეულ სტუდენტზე, იმიტომ რომ გასმაგებულად, რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ უფრო მეტი ენერგია ჩავდოთ აი ამ შრომაში. მე მჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი არის განათლებაში, რომელიც აუცილებლად დაგვაბრუნებინებს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, ასე რომ, რა თქმა უნდა, მადლობა ამ წახალისებისთვის. ღელვანდელი დაჯილდოება იყო ჩვენთვის ძალიან სასიხარულო. პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის мотиваცია ჩვენთვის, რომ უკეთ ვისწავლოთ. ეს სტუდენტების საერთაშორისო დღეა და ჩვენთვის როგორც სტუდენტებისთვის, ახალი თაობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიყოთ უფრო მეტად აქტიურები და საზოგადოებისთვის რომ საკითხილ დღეო გავაკეთოთ. ამ დაჯილდოებამ კი ეს мотиваცია შეგვმატა იმისთვის, რომ უკეთესებიც გავხდეთ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზოვამ ახალგაზრდა თაობის სწავლა-განათლების კვალიფიციურ სპეციალისტებად მათი ჩამოყალიბების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტი ახალგაზრდობისადმი გამორჩეული განსაკუთრებული
მიღებული თანადგომისა და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ზურაბ ხონელიძეს საპატიო სიგელი გადასცა. დავაჯილდოვეთ ბატონი ზურაბ ხონელიძე აფხაზეთის უმაღლესი ჯილდოთის სიგელით, იმიტომ რომ აი ამ მოკლე ხანშიც კი მან ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელება დაიწყო და არაერთის, მათ შორის დაუკავშირდა სოხუმში ჩვენ განაყოფს, ჩვენ უნივერსიტეტს, იქიდან მოიწვიეს სტუდენტები, იყო შეხვედრა და ძალიან საინტერესო გეგმები დაისახა. გვინდა უსურვოთ მას წინსვლა და ეს იქნება სრულიად საქართველოს და როგორც იტყვიან ჩვენი ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი, როცა ახალგაზრდები შეძლებენ ურთიერთობას და გამეგობრებას. ზურაბ ხონელიძეს აქვს ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი საზოგადოების სცენაში, ამიტომ მისი დაჯილდოება აბსოლუტურად კანონზომიერი იყო. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ეს ყველაზე მაღალი ჯილდო, რასაც ქვია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი, ღირსეულად გადაეცა დღეს ბატონ ზურაბ. სოხუმის უნივერსიტეტის ადგილი და როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ აქ გამოიკვეთება ძალიან მალე ის პოზიცია, რომელსაც ქვია უნივერსიტეტის პოზიცია მთლიანობაში. ბატონი ზურაბ ხონელიძე ჩვენ უნივერსიტეტს ხელმძღვანელობს 3 თვე. ძალიან სასიამოვნოა ის, რომ ბევრი რამ გააკეთა ამ 3 თვის მანძილზე ჩვენი უნივერსიტეტისთვის. ჩვენ ვამაყობთ ბატონი ზურაბით, იმიტომ რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბატონი ზურაბი ძალიან ბევრ სიკეთეს გააკეთებს ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ფეხზე დააყენებს ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტს, გაუთქვამს სახელს მარტო საქართველოს მასშტაბით კი არა, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ულოცავ ბატონ ზურაბ ხონელიძეს ამ ბრწყინვალე ჯილდოს. მიმაჩნია, რომ ბრწყინვალე უნივერსიტეტია და ბრწყინვალე რექტორი გვყავს, რომელმაც თვისობრივად ახალ საფეხურზე განვითარების სრულიად ახალ დონეზე აიყვანა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი სამშვიდობო მისია, მისი საუნივერსიტეტო დიპლომატია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გარღვევა. უნივერსიტეტი გამოცოცხლდა ყოველი დღე რაღაც ახალი, რაღაც ძალიან საინტერესო, უამრავი საინტერესო ადამიანი მოდის უნივერსიტეტში. ბავშვებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ მათ უნივერსიტეტის კედლებში უნდა ნახონ ის კარგი მაგალითები ცხოვრებისა, როგორიც არის პროფესიონალი ამა თუ იმ დარგში. შეხვედრამ თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა, რომელიც კიდევ უფრო გაალამაზა ახალგაზრდების მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა კომპოზიციებმა.